აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები ონლაინ სკოლა, დისტანციური სწავლება, ინგლისური ენის კურსები დევნილი სტუდენტებისთვის და სხვები განიხილეს. მათი შედეგების გაანალიზებისა და შეჯამების შემდეგ ის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამერიკის საელჩო საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდამჭერია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, გვყავდა სტუმრად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ჩამოვიდა ვაშინგტონიდან და ვსაუბრობდით ერთობლივ პროექტებზე. ჩვენი პირველი საერთაშორისო პროექტი სწორედ განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ჩვენი პროგრამა ამავდროულად ეს გახლავთ დისტანციური სწავლების სკოლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ ძალიან მნიშვნელოვან პროექტსაც დავგეგმავთ. ამერიკის საელჩო არის პარტნიორი განათლებისა და სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და დღეს შევიკრიბეთ, რადგან გავცვალოთ ინფორმაცია, კოორდინაცია გქონდეს, რა მიმართულებით ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ და სამომავლო თანამშრომლობის გზების დავგეგმოთ.